ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს წმინდა წერილმა ჩვენ მოგვითხოვ იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ბითესდას საბანელზე მოხდა იერუსალიმში. ეს საბანელი ცნობილი იყო იმით, რომ იქ ხდებოდა რაღაცა დრო გამოშვებით სასწაული უფლისა და ანგელოზი უფლისა ჩამოდიოდაო, როგორც წმინდა წერილი ამბობს, აღამრევდა წყალს და ვინც პირველი შევიდოდა ამ წყალში, ის განიკურნებოდა. და რა თქმა უნდა, მრავალი ადამიანი იყრიდა თავს ამ დროს. მრავალი ადამიანი ელოდებოდა ამ წყლის ამღვრევას. და მათ შორის იყო ადამიანი, წმინდა წერილი როგორც მოგვითხრობს, რომელიც 38 წელი იყო განღრევული, ანუ დამბლა დაცემული. მოგეხსენებათ ეს როგორი მძიმე მდგომარეობაა, როგორი სასოწარკვეთილება უსადგურდება ადამიანს ამ დროს. სავარაუდოდ, როგორც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ დასკვნა წმინდა წერილის თხრობიდან, რაღაცა ცოდვების გამო იყო ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მაცხოვარი ბოლოს ეუბნება მას, წარვეთ და ნუ სცოდავო. ანუ ძნელი სათქმელია ერთმა ცოდვამ თუ მათმა რაღაც გარკვეულმა რაოდენობამ და სიმძიმემ ამ ადამიანზე იმოქმედა ამგვარად, რომ დაედო მას სასჯელად მისი ჯანმრთელობის გაურარესება. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ამ 38 წლის განმავლობაში ფიქრობდა საკუთარ თავზე, ფიქრობდა საკუთარ ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა, ფიქრობდა ღმერთზეც. იმიტომ რომ 38 წელი რო გაატარო მოლოდინში, ეს არ არის იოლი. და თანაც რას ამბობს ეს ადამიანი მაცხოვარს, რას ეუბნება? როდესაც მაცხოვარი კითხავს მას, გინდა განიკურნოვო? ის ეუბნება, რომ არავინ არ ამყავს, მე ვინც ხელი მკრასო და წყალში ჩავანგდოსო. ეს ადამიანი ამ წლების მანძილზე გახდა ადამიანი მორწმუნე და ადამიანი, რომელსაც აქვს სასოება უფლისა. მან არ ჩაიქნია ხელი, ის არ გაშორდა ბითესდას საბანელს, არ თქვა, სადმე მივფორთხდები იქ კუთხეში და ჩემ ცხოვრებას ასე დავასრულებ. ან საერთოდ სასოწარკვეთილების უკიდურესი მაჩვენებელი თვითკვლელობა ამ ადამიანმა არ ჩაიდინა. ის საოცარი მოთმინებით და სარწმუნოებით ელოდება, რომ ღმერთი ინებებს და მოხდება
მის ცხოვრებაში ის სასწაული, რომ ვიღაცა კრავს მას, ხელს და ჩააგდებს წყალში და განიკურნება ეს ადამიანი. საოცარია ამ ადამიანის რწმენა და მოთმინება ძვირფასო ძმანო და დანო. და წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანთა სიმრავლეში ქრისტე მხოლოდ მას მიმართა. გნებავს განკურნებაო. და ის პასუხობს, არა იმასაც კი არ ეუბნება, რომ ჩამაგდე წყალში, დამეხმარე, არა. ის ამბობს, მინდა, მაგრამ არ ყავს არავინ, ვინც ამას გააკეთებს. გულწრფელად ამბობს ის ადამიანი. მას მიღებული აქვს შედეგები თავისი ცოდვისა. ის არ დუტვინავს. არ მიაჩნია, რომ აი მე დავიჩაგრე. უსამართლოდ მომექცა უფალი, ადამიანები უსამართლოდ მექცევიან. ეს ჩვენ უნდა გულისხმავ ვყოთ აი ამ მცირე ფრაგმენტისაგან, რომელიც ძალიან შინაარსობრივია, ძვირფასო ძმანო და დანო. და მაცხოვარი ეუბნება მას, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდეო. ეს გარღვეული წამის ყოფით ქრისტეს სიტყვის შემდგომ გაძლიერდა, გამტკიცდა და წარმოვიდგინოთ, რომ დამბლად დაცემული ადამიანი მოგეხსენებათ, დამბლად დაცემულ ადამიანს რამდენა ხნიანი რეაბილიტაცია ჭირდება. და აქ დგება ეს ადამიანი, გამტკიცებულია მისი სხეული, მისი კუნთები, მისი სახსრები. მას შეუძლია ხელი მოკიდოს თავის სარეცელს და ამგვარად წავიდეს თავის სახლში. აი როგორი არის უფლის სიტყვა, როგორია ღვთის შეწევნა და ძალა. ის კი არ არის რაღაცა ნაწილობრივი. საექიმო საშუალებები დღეს ჩვენ როგორ გვეხმარება? გვეხმარება დროის მონაკვეთში. ჩვენ ვიწყებთ ამ საშუალებების მიღებას, ნელ-ნელა ვიკურნებით, მერე გადავდივართ რაღაც სხვა პროცედურებზე, რომელიც გრძელდება თვეების მანძილზე და ამის შემდგომ დამბლა გადის. ადამიანი კვლავ ფიზიკურად ძლიერდება. სხვადასხვანაირად ხდება, რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის რაღაცა კვალით რჩება, მაგრამ ზოგჯერ კვალით წაიშლება. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დროის მონაკვეთში, რაღაცა დრო ჭირდება ამას. ყველამ ვიცით ჩვენ ეს. და ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ სასწაულს უფლისას, რომელიც ერთი სიტყვით აღადგენს და განამტკიცებს ყველანაირ ძალასა და ენერგიას ადამიანისა. აი ამგვარად მოქმედებს უფალი ძვირფასო ძმანო და დანო. ის სრულ ყოფილად აღვადგენს ჩვენ. აღვადგენს, როდესაც ვართ დაუძლურებულები, სულიერად თუ ფიზიკურად. თუ სულიერად ის გაგვამხნევებს და განატკიცებს ჩვენ სულს. თავარია გულწრფელად ვუთხრათ უფალს, ღმერთო, აქა ვარ და მიშველე მე. უფალო, შეგწოდე
და გამწმინდე მე. ის განამტკიცებს და აღვადგენს ჩვენ ფიზიკურად. როდესაც ეს არის ჩვენთვის საჭირო და სათნო უფლისათვის. ის ავადმყოფობა რო არ ყოფილიყო განრღვეული, ვერ იქნებოდა ასეთი სარწმუნოების და ასეთი სასოების ადამიანი. ამ ავადმყოფობამ მისი სულიერი განახლება გამოიწვია. ანუ საკუთარ თავში ჩახედვა გამოიწვია და მიხვედრა იმისა, რომ უფლის გარეშე მას არ აქვს საშველი. არც ადამიანია მისი დამხმარე. ამიტომაც ამბობს წმინდა ფსალმუნი, კეთილ არს მოსავყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავყოფა თავართა მიმართო. კეთილ არს სასოება ღვთისა მიმართ, ვიდრე სასოება კაცთა მიმართო. საბოლოოდ ჩვენ უნდა გქონდეს იმედი და სასოება ღვთისა. ადამიანი ჩვენი ძალზე ახლობელი კი დაგვეხმარება ჩვენს გვერდში იქნება, გაიზიარებს ჩვენს ჭირს და ვარამს თუ სიხარულს, მაგრამ ადამიანის რესურსი შეზღუდულია. უფალი კი ამოუწურავი და ყოვლადძლიერია. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენც ვისწავლოთ, რომ ჩვენი სასოება და ჩვენი იმედი ღმერთზე დავამყაროთ. ღმერთი ადამიანსაც მოგვივლინს ჩვენ. ადამიანის ხელიდანაც მივიღებთ ჩვენ შველას და ნუგეშს. მაგრამ ის ადამიანიც ხომ ღვთისაგან იქნება მოვლენილი. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ამ განრღვეულის მდგომარეობაში, იქ მრავალი ადამიანი, ვინც იყო შეკრებილი, ვერთერთ მათგანს ვერ განვიკითხავთ ჩვენ და ვერ დავუდებთ ბრალს იმაში, რომ აი შენ უგულო ხარ, შენ აგერ ასეთი ადამიანია შენს გვერდით და იმას რატო არ დაეხმარე? იმიტომ რომ ყველა თავისი გაჭირვებით იყო მისული იქა. ყველას ან საკუთარი თავი უჭირდა, ან თავისი ავადმყოფი უჭირდა იქ. ამგვარად, ძვირფასო ძმანო და თანო, ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ ჩვენ ცხოვრებაში ხდება ასეთი ვითარება და მდგომარეობა, როდესაც აღმოჩნდებით ჩვენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველა საკუთარი თავი უჭირს და ყველა საკუთარი თავისთვის ცდილობს. და მაშინ მივმართოთ უფალს, მივმართოთ დრტვინვის და განკითხვის გარეშე და ღმერთი აუცილებლად მოგვივლინოს ჩვენ შველასა და ნუგეშს. და ისე რომ არა ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ ისე როგორც ჩვენი სულისთვის არის სასიკეთო. განრღვეულმა მიიღო თავისი ცოდვის შედეგებიც ის, რომ ასე დარჩენილიყო ამ მდგომარეობაში, მას ესეც მიღებული ჰქონდა, მაგრამ იმედი გადაწურული არ ჰქონდა. აი როგორია სიბრძნე უფლისა.
როგორი არ წმენა ადამიანისა. ყოველივე ვღებულობთ ღვთის ხელისაგან, მაგრამ არასოდეს არ ვკარგავთ იმედს. იმედს, რომ ღმერთი მოწყალეა და შეგვეწევა ჩვენ. ყველას ღვთის შეწევნას გისურვებთ თქვენ ცხოვრებაში. ღმერთმა და ალოცვილი გამყოფ. ქრისტე აღდგა.